40-იანი წლების სოხუმში ყოველას თავისი მტერი ჰყავდა. ზოგს ისტორიული, ზოგს გამოგონი. მართალია დრო მჭრილობები უკვე მოაშუშა, მაგრამ მაინც. თავადებს კომუნისტები მტრობდნენ. 37 წელს რეპრესირებულთა ოჯახებს ჩეკისტები, ქურდებს მილიცია და ოროსან მოსწავლეებს მკაცრი დამრიგებლები. ყოველას ერთად კი საზიზღარი გერმანია. ერთადერთი რეალური საფრთხე, რომელსაც მთელი ამ მტერმოყრული იდილიის განადგურება შეეძლო. სოხუმში გაზრდილმა ნოდარ დუმბაძემ საუკეთესოდ გადმოსცა ომისადმი მშვიდობიანი ადამიანის დამოკიდებულება ამ ორ ოდნავ გულუბრყვილო და ადამიანური სიმართლით გაკეთებულ შეფასებებში. მისავე ჰელადოს თუ გავიხსენებთ, 1000 ენაზე მოლაპარაკე სოხუმელებს, მაშინ ერთი მთავარი საერთო რამ ჰქონდათ, სამშობლო. მე სკოლაში რომ სწავლობდი, ჩემ კლასში იყო ქართველები, აფხაზები, ბერძნები, სომხები და ჩვენ არასდროს არ გვიგზნია რომ შენ აფხაზი ხარ და იმიტომ დაჩაგრული ხარ პირიქით ქართველი ან სომი ხარ ბერძნი. ძალიან მეგობრულად ვიყავით. ძალიან მეგობრულად. ამას ეს არ იგრძნობოდა, იცით? ეს რაღაც ბოლო დროს წამოვიდა ეს, ეს ისტორიულად მოდის. მე იცით რომ ხრუშოვის მოსვლამ კიდე რაღაცები გაასწორა, მაგრამ ისტორიულად როდესაც ჩვენი ისტორიკოსებს ვაბრალებმე ბევრ რაღაცას, ისტორიკოსი, როდესაც იტყვის პროფესორი კაცი ან აკადემიკოსი, რომ აფხაზი ერი არ არის, ეს არის იგივე ქართველი, მე ჯერ ვერ დამარწმუნებას ამას ამდენი წლის კაცი ვარ და მომცენ ამისი არა მაქვს. მეც ვიყავი ობკომის დივანი და მახსოვს ეს სამჯერ შევიკრიბეთ ქართველები, ისტორიკოსები და აფხაზები. და გავედით ბორჟომში. ხელი შეგვიწვა თავრობამ ყველაფერი, 1-3 დღე ვიყავით ერთხელ, მეორეჯერ მესა, არაფერი არ გამოგვივიდა. აფხაზი წერს თავისთვის ისე როგორც მაგას მიაჩნია და უნდა ქართველი წერს ისე როგორც მაგას ეს არასწორია, ეს აპოლიტიკურია, ასე არ შეიძლება. და შედამ ჩვენ ერთად არ დავждებით და იმ ჭეშმარიტებას ვერ მომნახათ, ეს არ გამოვა არაფერი. თავადების ზღვისპირა ქალაქ ოჩამჩირეში ერთ პატარა ხის სახლში ცხოვრობდნენ. წებელდის დაუმორჩილებელი და ძლევამოსილი მმართველების მარშანიების გვარი შთამომავლებს დიდი და თავადური ეზოღა შემორჩენოდათ. ცხოვრობდნენ ღარიბულად, 2 რკინის საწოლი, 2 ძროხა. მაგრამ რეპრესიებს გადარჩენილი ანჩაბაძე მარშანიას-წყვილი ალბათ ბედს არ დაემდურებოდა კიდევ 100 წელი ასე რომ ეცხოვრათ. ანა ანჩაბაძე მარშანიას ჯერ 2 უფროსი ვაჟი მოუკვდა. მერე კი ახალგაზრდა ქმარიც გამოეცალა. დაცარიელებულ სახლში დიდხანს გაძლება გაუჭირდა. გაყიდა კარმიდამო, მოკიდა ხელი უმცროს ვაჟს და ახალი ცხოვრების დასაწყებად ქალაქ სოხუმს მიაშურა. თუმცა ახალი ცხოვრების დაწყება წარსულის გადმონაშთებისათვის იოლის საქმე ვერ იყო. კნეინა ანამ თავდაპირველად ნათესავებს შეაფარა თავი. დედა ჩემი კიდე ახლა უმაღლესი არ ხონდა, მაგრამ ესე ბრძენი ხალი იყო, ძველებური ბრძნული, ყველაფერი ეს ნათესავების ყავდა რაღაცა და ისეთ სამსახურებში იყო, მაინც რაღაც კასირშად, რაღაც ისეთ დიდი აკადემიკოსი და უმაღლესი არ ქონდა მაგას, ძველად არ იყო მიღებული რომ თავადის ხალებმა რაღაცა დიდი ისწავლონ და მე ახლა რო არის სტადიონი იმ ტერიტორიაზე რაღაც მიწის ის იყო ნაკვეთების გაცემა თუ გაყიდვა არ მახსოვს და დედაჩემი გაიღო ეს. აიღო, მაგრამ სარიელია ეს და რა უნდა გააკეთო? რაღაცა მახსოვს, რაღაც ნათესავმა მოგვიტანა, რაც ღობეს გავდა მასრები, ასეთი. და მე და ჩემი მეგობარი, მეზობელი რაღაც ეს ამასკენით გავაკეთეთ ეზო. მაგრამ შიგნით სახლი არ იყო, არაფერი არ იყო და კიდე ნათესავთან ვიყავით. მერე კიდე რაღაცა პატარა სახლი დავდგით. მერე დედაჩემ რაღაც სახლის გაკეთება დაიწყო. როგორც ყველა სოხუმელ ბიჭს ერთი დიდი გატაცება ჰქონდა, ფეხბურთი. შეეძლო ღამის 2 საათამდე ეთამაშა. თუ ბურთს არ დაძდევდა, დეტექტივებს კითხულობდა. წიგნებმა მალე მისი პირველი გატაცებაც კი დაჩრდილეს. ლიტერატურა სულ უფრო გასერიოზულდა. იზრდებოდა მისი ბიბლიოთეკაც. სკოლაში ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე იყო, მაგრამ ოქროს მედალი მაინც არ ან ვერ მისცეს. ერთ საგანში 4-იანი გამოაყოლეს და ამით პრაქტიკულად მოუჭრეს გზა სამედიცინო ინსტიტუტში. მე ძალიან მინდოდა პედრიატრი გამხდარიყავი, ბავშვების ექიმი. ძალიან მინდოდა, მაგრამ მედალი რო არ მქონდა, მე ვერ ვირისკე რომ და ამიტომ მაინც ჩემს მეგობრებთან სკოლა რო დავამთავრე, რამოდენიმე წავედით მოსკოვში. ბევრი არაფერი ხონდა, არც ფული, არც იმედი, მაგრამ წავედით და
მოხდი მე ჩავაბარე მოსკოვის სახელმწიფო ეკონომიკურ ინსტიტუტში, იყო ასეთი გოსპლანის, საბჭოთა კავშირის გოსპლანის ინსტიტუტი. სხვათა შორის პირველი კატეგორიის იყო. ყველა დიდი და წვენვალი მეცნიერი იყო ჩვენი ლექტორი, იმიტომ მოსკოვის ცენტრში იყო ეს ყველაფერი. 57 წელს ინსტიტუტი დაამთავრა. სანამ სამშობლოში წამოვიდა და მოსკოვში ახალგაზრდობის ფესტივალი ჩატარდა. დროც სხვა იყო და მისი ნათავადურობაც ისე აღარ ეჩხირებოდა თვალში. თანაც პოსტბელადურ საბჭოეთში თავისუფლების დემონსტრირება კარიერის გარანტია იყო. ასე რომ ლორიკ მარშანია სოხუმში დაბრუნდა. არა როგორც დრომოჭმული მტარვალი კლასიშვილი, არამედ წითელ დედაქალაქში სწავლა-განათლება მიღებული ახალგაზრდა კადრი. თავდაპირველად საქმიანობა დიმიტრი გულიას სახელობის ენის ლიტერატურის, ისტორიისა და ეკონომიკის ინსტიტუტში მეცნიერ მუშაკად დაიწყო. შემდეგ გადავიდა აფხაზეთის საგანგებო კომიტეტში. მიზანდასახული იყო როგორც ყველა ნიჭიერი ახალგაზრდა, რომელსაც მძიმე ბავშვობა გამოუვლია. ერთხელ მის ლექციას სუბტროპიკული ინსტიტუტის რექტორი დაესწრო. ლექციის დასრულებისთანავე მან ლორიკ მარშანიას სამუშაოდ მიიწვია. კვლევით ინსტიტუტში მუშაობას ცოცხალ ადამიანებთან ურთიერთობა ამჯობინა და უყუყმანოდ დათანხმდა. ობლისკვერი ცხვაო ნათქვამია. მისი ყოფა ნელ-ნელა დაალაგდა. ცოლი 1960 წელს შეირთო. ქართველ მერი გუგუშვილზე იქორწინა. პირველი შვილი ადა იმავე სახლში შეეძინა, რომელიც წლების წინ ოჩამჩირიდან სოხუმში ჩამოსულმა ქვრივობოლმა შეაკოწიცა. სუბტროპიკული ინსტიტუტის თანამშრომელი იყო, როცა ინსტიტუტიდან მის სანახავად სარდაფივით ნესტიან ბინას საგანგებო კომისია ეწვია. მარშანიების სასახლის ნახვის შემდეგ კომისიამ ახალგაზრდა მეცნიერს უყუყმანოდ გამოუყო 60-ოთახიანი ბინა. შემოვთავაზეს, გამიხარდა რა თქმა უნდა ახლა ამდენი წვალების შემდეგ და ერთშვენიერ დღეს მოვიდა ჩემთან ჯინჭარაძე იყო ასეთი, სანამ მე გავხდებოდი პრორექტორი სამეცნიერო დარგში ის იყო. მაგრამ ეს იყო მოხუცებული, ახლა მე რო ვარ თქვათ ასეთ ასაკის და მეუღლე. იქ იყო ძალიან ისეთი გზა, ზევით უნდა ახვიდე, ჩამოხვიდე რაღაც ცოტა. და მოვიდა და შენ რაღაც ახალგაზრდა კაცი ხარო და შენ მეუღლეო პატარა ისაო და ეს მე ვერ ვიცხოვრებო რა იყო 13 კოტეჯი იყო კიდე. და ეს კოტეჯი შენ ხონდესო და ისო მე და დედაჩემი იყო ცოცხალი და გაუხარდა რომ ნახა ეს ამდენ პატარა მიწა ხე რაღაცა თქვა რა ჯანდაბად მინდა კაცო ის. ო და გადმოვედით იქ. და იქ ცხოვრობდით, მე უკვე პრორექტორი გავხდი, მე კიდე დამიბადა შვილები, ბიჭები 2. ინსტიტუტის რიგით თანამშრომლად დიდხანს არ დარჩენილ. დოცენტი, კათედრის გამგე. ბოლოს პრორექტორი. ყველა საფეხურს იოლად გადიოდა. ხშირად იყო საზღვარგარეთ მივლინებებში. მაშინდელ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ასპარეზზე მყოფს მეტნაკლებად მნიშვნელოვან პერსონებთან ურთიერთობა მისცა საშუალება თავის დროის პულსი ეკრძნო. 70-იან წლებში მის ცხოვრებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ მოხდა. მასთან შეხვედრა მოისურვა საქართველოს კომპარტიის ცეკას საორგანიზაციო პარტგანყოფილების გამგემ. შეხვედრაზე ლორიკ მარშანია შეატყობინეს, რომ შესაბამისი ინსტანცია მის კანდიდატურას აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტზე რეკომენდაციას უწევდა. როგორც თავად იხსენებს, მოულოდნელობისაგან კინაღამ სკამიდან გადმოვარდა. დაახლოებით 40 წუთი ცდილობდა უარი ეთქვა შემოთავაზებულ პოსტზე. აიხსნა, რომ სადოქტორო უკვე მზად ჰქონდა და არ სურდა საკუთარი საქმიანობის შუაგზაზე შეჩერება. მას მოусმინეს და თავაზიანად, მაგრამ ცივად მოუჭრეს. თქვენ კომუნისტი ხართ და თქვენს პირად სურვილებს მნიშვნელობა არ აქვსო. 1973 წელი თებერვალი თუ არ მახსოვს კარგად დამნიშნეს აფხაზეთის მის სასაბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ. აქ ვიმუშავე 5 წელი. 5 წელი და მახსოვს, რომ ეს იყო რაღაცა ჩემთვის საინტერესო წლები, იმიტომ რომ მართლა მუშაობდით დღე და ღამე. მაშინ ხალგაზრდა ვიყავი და მინდოდა რაღაც გამიკეთებია ჩემ რესპუბლიკისთვის. და ბევრი რამ გაკეთდა კიდევაც 5 წელი პირველი მოადგილედ ეს ცოტა დრო არ არის. აფხაზეთში მართვის სათავეში მდგომი ადამიანი რა თქმა უნდა გრძნობდა სახიფათო ქვედინებებსაც, რომელიც 60-იანი წლებიდან სულ უფრო მძაფრდებოდა. რუსულმა იმპერიალისტურმა პოლიტიკამ ძნელად, მაგრამ მაინც გამოიღო ნაყოფი. მუჰაჯირობის სიმწარე მალე დაავიწყდათ და გუშინდელი ძმებისაგან მოსისხლე მტრების ხატები შეიქმნა. 10 წელიწადში ერთხელ მაინც რადიკალური იდეოლოგები აწყობდნენ სახალხო ყრილობებს. გზავნიდნენ მოსკოვში სრულიად აფხაზური ნების გამომხატველ კოლექტიურ წერილებს. ამ წერილების ავტორები ხშირად ისეთი გამოჩენილი ადამიანები, მწერლები, პოეტები და საზოგადო მოღვაწეები იყვნენ, როგორიც იყო ბაგრატ შინქუპა.
მაგრამ ზოგჯერ ტექსტს თავად ადრესატი გულმოწყალე კრემლი ჰკარნახობდა. მაგალითად, ერთხელ ნიკიტა ხრუშოვმა ბიჭვინთაში სამთავრობო აგარაკზე დაიბარა ცეკას მაშინდელი პირველი მდივანი ბღაშბა და მეგობრულად შესთავაზა. მოდი ახლა შეიკრიბეთ თქვენ დაჩაგრული აფხაზები და კრასნოდარის მხარესთან შეერთება მოითხოვეთო. ამ ამბავს კიდევ უფრო ამძაფრებდა ქართული მხარის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება პრობლემისადმი. და მე რა იყო, იცი, უპრინციპობა იყო ასეთი აფხაზების მიმართ საქართველოს ხელისუფლების. იგივე მჟევანაძეს და იგივე ბატონი ედუარდის. რატომ? ხედავ ეს კაცი არის გაქანებული სეპარატისტი. დღე და ღამე ანტი-ქართულ საქმეს აკეთებს. ჩემისთანა აფხაზები მაგათ არ მიაჩნდათ აფხაზებად, იმიტომ ჩვენ ვიყავით პროქართველები. კაცო, მე არასდროს ჩემს ცხოვრებაში პროქართველი არ ვიყავი და არც დღესა ვარ. მე არასდროს არ ვიყავი ანტი-ქართველი. ანტი-ქართველი არ ვიყავი. რა შუაში პროქართველი. მე ქართველი მიყვარს, ქართველი მეუღლე მყავს და ქართველი მყავს, მეგობრები აგერვათ ჩემს მე საქართველოს შვილი ვარ. აფხაზი კაცი ვარ ეთნიკურად, მაგრამ ჩვენ გასახანი ბევრი არ ქონდა, იცით? მე რო თანამდებობაზე ვიყავი, ასე მიყურებდნენ ისე. მოთომ ვერ გატეხეს ჩემი ინტერნაციონალური ჩემი ასეთი მოქმედება და რაღაცები. მაგათ უნდათ რომ ვიღაც დამიჩაგრებია, ვიღაც რაღაც მე ასე არ შემიძლია. რატომა ხელისუფლების ბრალი? ასეთი რო გამოჩნდება, თანამდებობა კი არ უნდა მისცე. რას აკეთებდნენ, იცით? ორდენებს მიცემდნენ, დაუძახებდნენ, თანამდებობა ოღონდ შენ გაჩუმდიო. შეიძლებოდა ესა? ყველაფერი გაუდიოდა. ორდენსაც მიიღებდა, თანამდებობასაც მიიღებდა, მერე ისევ აგრძელებდა ჩუმჩუმად. ამიტომ თუ ანტი-ქართველი არ იყავი, შენ როგორც აფხაზი თანამდებობა შენთვის დახატული არ იყო. ჯერ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის შემდეგ კი საოლქო კომიტეტის მდივნის პოსტზე ქართველებისადმი მეგობრულად განწყობილი აფხაზი საკმაოდ დიდი დაბრკოლება იყო. არავინ აანალიზებდა იმ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ ქართველისათვის სიტყვა აფხაზი ისტორიულად რაინდს, მეგობარს ნიშნავდა. არც ის იყო შემთხვევითი, რომ აფხაზი გიორგი შერვაშიძე, რომელსაც ცარიზმმა პატრიოტიზმის გამო აფხაზეთში ცხოვრება აუკრძალა და რომელმაც ქუთაისში დაასრულა სიცოცხლე, ზიჩმა ვეფხისტყაოსანის ილუსტრაციებში ავთანდილის პროტოტიპად გამოიყენა. აფხაზები და ქართველები ერთმანეთთან მეგობრობას აღარ უფრთხილდებოდნენ. იმპერიალისტური რუსეთის მიერ სამაგალითოდ ერთხელ უკვე დასჯილი დამნაშავე მოსახლეობა, რომელსაც სოხუმში და ზღვისპირას ცხოვრება ერთდროს ეკრძალებოდა კიდეც, ახლა ახალი მტრის ხატის შეთხსვას და გამოგონებას იწყებდა. მაგრამ ჯერ კიდევ იყვნენ ძველი აღზრდის მქონე ერთეულები, რომელთა წინაპართა მემკვიდრეობისათვის წიხლი არ უკრავდა. ისტორიულად ცნობილია, რომ მარშანიები ყველაზე დიდხანს უწევდნენ წინააღმდეგობას ცარიზმს. მათი სამფლობელო წებელ და წლების მანძილზე რჩებოდა აუღებელ ციხესიმაგრედ. ლორიკ მარშანიას მამაპაპამ ვეხარც მიწა დაუტოვა, ვეხარც ქონება. ერთადერთი პრივილეგია, რაც გადმოეცა, ეს ისტორიული სამართალი იყო. ამიტომ მიყო ასეთი ძალები, რომელიც აყენებენ საგეს, რომ მე გადმომეყვა. სადმე უნდა სხვა ადგილას გადასულიყავი და ეს იყო და ეს თვეები გაგრძელდა, მაგრამ მაინც დამაწინაურეს წინ წლებში რა. როგორ გავიჩი თუ ბჭყალებში. დამაწინაურეს თბილისში ცენტრალურ კომიტეტში. მე როგორც აგრარიკოს ეკონომისტი აგრარული განყოფილების გამგის მოადგილე. ვიფიქრე ერთი-ორი წელიწადი ვიმუშავებ და ისევ დავბრუნდები აფხაზეთში, მაგრამ როგორც ხედავთ, ბედმა არ მარგონა ეს ასე, მაგრამ მე მარტო კი არა, ბევრი ჩემსთანა. ლორიკ მარშანია ცეკას აგრარული განყოფილების გამგის მოადგილის პოსტზე გადაიყვანეს. 85 წლიდან ცეკასთან და მინისტრთა საბჭოსთან არსებული სახალხო მეურნეობის მართვის ინსტიტუტის რექტორად დაინიშნა, სადაც კვალიფიკაციასა და ცოდნას იმაღლებდნენ მინისტრები და რაიკომის მდივნები. ამ პოსტზე მოუსწრო იმპერიის რღვევამ. იქ ვიყავი 6 წელიწადი. მერე დაიწყო ეს მოვიდა გამსახურდია პრეზიდენტად აირჩიეს. მარსახურდიას ირგვლივ ყავდა როგორც ყოველთვის კადრები, ერთ-ერთი მაგი იყო ასეთი საგარეო საქმეთა მინისტრი ხოშტარია
თუ ხოშტერი არ მაქვს, ხოშტარია, ხო. მაგას მოეწონა ეს ჩვენი კომპლექსი. ვიცით ეს ჩიტაძის ახლა საგარეო საქმეთა სამინისტრო ეს მთელი კომპლექსი იყო ჩვენი მართვის ინსტიტუტი. ის ბევრ რაღაც გავაკეთე მე. ის სასტუმრო გავაკეთეთ, იყო საერთოდ ის იყო საცხოვრებელი და შიგნით ბევრი რაღაცებია და დღეს მე მგონი მაინც არაფერი დაუმატებია. 6 წელიწადი ვიყავი. ნუ როცა მოვიდა ის მოეწონა ეს ყველაფერი და ჩვენ გავყარეს იქიდან. ნუ ერთ სამჯერ მოვიდა ვიღაცა ავტომატიანი მე თვითონ გავუშვი გარეთ მე ვთხარი არა როგორ გეკადრება ვინ ხარ რა ხარ მაგრამ მე რა დაურტყეს ამას ყველაფერს ჩვენს შენობას და არავინ არ შეგვიშვეს. ნუ ბევრ რაღაცები დაიკარგა იქ ჩვენი ქონება ინსტიტუტის რა თქმა უნდა და ასე დაიყო და ასე მე წავედი აფხაზეთში ისევ. სოხუმში კვლავ სუბტროპიკულ ინსტიტუტს დაუბრუნდა. საკმაოდ საინტერესო ბიზნესის მართვის ფაკულტეტი დააარსა. სოციალიზმისათვის ამ უცხო ხილის შესახებ ის მანამდე 1 წელიწადი კითხულობდა თბილისში. თუმცა ამ დროისათვის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქში სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრიორიტეტები იკვეთებოდა. პოლიტიკურ არენაზე უკვე გამოჩნდა მომავალში სეპარატისტული მთავრობის ლიდერი ვლადისლავ არძიმბა, რომელიც მისი როგორც საქართველოს მოქალაქის ოპონენტია. სწორედ ამ დროს დაიწყო აფხაზეთში უმაღლესი საბჭოს არჩევნები და მიმდინარე პოლიტიკური ვითარების გამო ლორიკ მარშანიამ გადაწყვიტა კვლავ აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებულიყო და არჩევნებში მონაწილეობა მიეღო. არძიმბა და მათი ირგვლივ გუნდი მე ცოტა სხვანაირად მიყურებდნენ და მეძახოდნენ что он прогрузин. პროქართველი ვარ მე. ამიტომ დობა მაინც და მაინც დიდი არ მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ყველა ქმედება, სიტყვა, ნაბიჯი ემსახურებოდა ჩემ რესპუბლიკას ყველა ერს და ეროვნებას. მე ჩემთვის ჩემი პოლიტიკური კრედო იყო ადამიანი, კაცი იყო კაცური და იქ ილოცე სადაც გინდა. აი ეს ვიყავი მე, მაგრამ ეს ყველას არ მოწონდა. ამიტომ სეპარატისტები მეუბნებიან შენ თუ აფხაზი ხარ, უნდა აფხაზი იყო და ჩვენი მტერი არის ქართველი. გვეყოფა ამდენი წელი ვართ ჩვენ იმათ დაპყრობილი ყავარ და თელი თეორიები ამ ჩემ წიგნებში წერია ეს ყველაფერი მე ამას არაფერს არ ვმალავ. ეს რაც იყო უნდა სიმართლე ითქვას, მაგრამ დღემდე სიმართლე ჯერ არავის არ უთქვია სამწუხაროდ არც ხელისუფლებას, ნუ ცალკეული წერენ რაღაცას როგორც მაგათ მოეპრიანებათ, მაგრამ სიმართლე მაინც მართალია, ყველას თავის სიმართლე მაქვს, ჭეშმარიტება ხო ერთია, ამიტომ ჩვენ სანამ ამ ჭეშმარიტებას ერთად არაფერი არ გამოვა, ასე ვიქნებით, როგორც დღეს ვარ სამწუხაროდ. ამიტომ აი ეს იყო ჩემი პოლიტიკური კრედო, ეს არ მოწონდა ყველას და რა უნდა მეხდა, მე არ მოწონს, მე მაინც კენჭი ვიყარე. ოჩამჯირის რაიონში, სადაც თითქმის 80% უკვე მივიღე მე ხმები. ლორიკ მარშანიას იდეოლოგიური მტრები, რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, ქართველებშიც გამოუჩნდნენ. ჰიპერეროვნულობის და გაზვიადებული ნაციონალური თავმოყვარეობის ხანა, როგორც წესი, ხანგრძლივ კოლონიურ ყოფას ცვლის ხოლმე. საუკეთესო მოქალაქეობრივი და პატრიოტული მოტივებით ადამიანები ყველაზე უფრო ხშირად ღალატობდნენ საკუთარ სამშობლოს. 90-იანი წლები კავკასიაში ამის საუკეთესო მაგალითად გამოდგება. იყო ისეთი მომენტიც, როცა არძიმბას ადგილას ლორიკ მარშანიას კანდიდატურაც განიხილებოდა. ზუსტად გამსახურდია მაშინ აფხაზთა და ქართველთა ერთი ჯგუფის გავლენით მხარი საბედისწერო არჩევანს დაუჭირა. რგვალი მაგიდის ზოგიერთი წევრისათვის რატომღაც არძიმბა უფრო მისაღები კანდიდატურა აღმოჩნდა, ვიდრე ლორიკ მარშანია. მე და იყო ასეთი კიდე ჩემისთანა პოლიტიკური კრედოს მატარებელი ადამიანი ცნობილი რაულ ეჟბა და ჩვენ ძალ ყელში ვეყავით გაჩხერილი ამ არძიმბა და მის ხროვას. ამიტომ ამ ქართველებს დაუძახა არძიმბამ და უთხრა თქვენ გექნებათ ეს და ეს რაღაცები დაპირდა თამამდებობებით. ამ არჩევნებში თქვენ უნდა ისე გააკეთოთ რომ არც ეჟბა, არც
ლორიკ მარშანია არ უნდა მოხდეს პარლამენტში. იმიტომ რომ მათმა იცოდნენ ჩვენი ავტორიტეტი, ჩვენი ძალა და ჩვენ იქ რო შევიდოდით, რა თქმა უნდა, ამ ანძების ავანტიურას ალბათ იქვე იმპიჩმენტით გაუსწორდებოდით. ეს ცნობილი იყო ყველაფერი. მოკლედ ჩემთან სახლშიც მოვიდნენ ორი ქართველები და მითხრენ მოხსენიო შენი კანდიდატურა. ჩვენ ვიყავით ოჩამჩერეში 5 კაცი. აქედან მოახსნევიეს 3-ს, დავრჩი ჩვენ 2, მე და იყო ასეთი აშხაცავა. ნუ აშხაცავა უნდათ იმადა, მე რა თქმა უნდა არ უნდები. მაგრამ მაინც მეორე იმაზე, მაინც მე გავდივარ ამ დროს იმას დააწერიეს განცხადება, რომ შენ დაწერა რა მე პირველ ტურში გავიმარჯვე, მაგრამ რაღაცა როცა იყო მის დათვლა და რაღაცები, იქ შეცდომა მოხდა და გთხოვთ ჩამთვალოთ, რომ მე ამირჩიეს და რაღაცა სიზულელები. ნუ ეს ხო სასაცილო იყო და პარადოქსი, მაგრამ რასიზამ რა უნდა გააკეთო და იმ დღესვე კომისიამ დაამტკიცა და ეს კაცი არა ურჩევია, ეს კაცი დანიშნეს. ზუსტად ასე გაუკეთეს ქალაქ სოხუმში მეეშბასაც. ნუ ჩვენ ვიყავით არასასურველი პირები იმ სეპარატისტებისთვის და ისეთი ქართველებისთვის, რომელიც ეძებდნენ სავარძელებს. ქართული შეცდომების სერია სულ უფრო მძიმდებოდა. ქართველები ხან აფექტური, დაუფიქრებელი პასუხებით წამოეგებოდნენ გრძელვადიან ეფექტზე გათვლილ, დიდი ხნის წინ დაგეგმილ პროვოკაციას, ხან კი უპატიებელ ტოლერანტობას და უადგილო ფილოსოფიურ სიმშვიდეს იჩენდნენ. ეს ძალიან კარგად იცოდა იმათმა, რომ ჩვენისთანა ხალხი იქ არ შეიძლებოდა. და მე რა გიგონია თქვენ ვინც შევიდა, ზა ბევრი იომეს, ახლა ალბათ გაიგებენ რომ ვლაპარაკო. რამე რო იყო დისკუსია და რაღაც ერთმანეთში ადგებოდნენ და წავიდოდნენ ჩვენი ქართველი მხარე. იმის მაგივრად რომ ებრძოლა და დაემტკეცებია და ეთქვა და რაღაცა ორჯერ ერთხმა დაირჩიეს არძიმბა ყველამ ერთად. ესაც მე ვარ? რა უნდა გამეკეთებია მე ვარ მითხარით. შეიძლებოდა მის არჩევანი ორჯერ ასეთები ვარ ჩვენ, ახლაც ასეთები ვართ. იცით როგორა? სურს უკან აგინებს და პირში რომ მოვა, ასე უჩვენებს რომ ხმას გაძლევ. აი ეს არის ჩვენი ბოდიში და ეს ჩვენი პადლეცობა. ამან დაღუპა ბევრად ჩვენი საქართველო. ამას აპატიეთ ასეთ იმას რომ ლაპარაკობ. ასეთი იყო ბევრი დამყიდველები და ბოდიში და ნაძირლები. და იმიტომ დაგვემართა ჩვენ ეს. ეს ყველაფერი იმ თავრობაში, სადაც ისედაც პროცენტული უპირატესობა სეპარატისტებს გააჩნდათ. ჟავანაძე შევარდნაძის ეპოქის შეცდომებს ვერც გამსახურდია მაარი და თავი. სეპარატისტების ამბიციების დასაცხრობად მანაც ვერაფერი მოიფიქრა იმაზე უკეთესი, ვიდრე ხელისუფლებაში ადგილების ჩამორიგება. მაშინ, როდესაც აფხაზეთის არძიმბა რო იყო და გამსახურდია, მაშინ მაგრამ ასე გააკეთა აქაურმა ხელისუფლებამ, რომ ჩვენ 17% ვიყავით აფხაზები და 28 ადგილი ჰქონდა პარლამენტში. 240,000 იყო ქართველები და 26 ჰქონდა და სხვებს 11. ნუ ეს აპარტეოდეული კანონი რო ითქვა. ეს იყო რა თქმა უნდა დიდი პოლიტიკური შეცდომა. ეს უნდა მისცე ისეთ აფხაზს, რომელიც შენთან კარგად არის და შენ უნდა იმიტომ აძლევ რომ ფეხზე დააყენო, რომ ეს აერი არ დაიკარგოს, მაგრამ ესენი ესეთი ხო არ იყვნენ, ესენი იყო სეპარატისტები და მტრები ქართველების და საქართველოს მიმართ. და ესეთი შაღავათის მიცემა შეიძლებოდა? ეს დიდი შეცდომა იყო. ეს ყველაფერი უკვე საკმაოდ დაძაბული ვითარების ფონზე განვითარდა. ჯერ აფხაზეთის თეატრში მოხდა განხეთქილება. ქართული დასი ერთ დროს საგანგებოდ მათთვის აგებული შენობიდან გამოაწევეს. მერე ამას უნივერსიტეტის გაყოფა მოჰყვა. 80-იანი წლების ბოლოს დაიღوارა პირველი სისხლიც. პარადოქსია, მაგრამ შოვინიზმის პირველი მსხვერპლი ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური წევრი ვოვა ვეკუა გახდა. არადა მას აფხაზებიც ისევე სცემდნენ პატივს, როგორც ქართველები. სამწუხაროდ ბრბოს ეროვნება არ გააჩნია. და მისგან გამოწვეულ ქაოსს, როგორც წესი, ყველაზე პრაგმატული მოტივები მართავენ.
ნაციონალურ ლოზუნგებს ამოფარებული ბრბო ბარიკადებს იქითაც და აქეთაც საკუთარი სამშობლოს წინაშე ყველაზე დიდი ღალატის აქტის განხორციელებას იწყებს. ქართველები შეურაცხყოფად იღებენ აფხაზურ ეროვნულ თვითგამორკვევაზე საუბარს. აფხაზები ხმას აღარ სცემენ გუშინდელ მეგობრებს. ეს იყო დიდი შეცდომა პოლიტიკური, მაგრამ აქ იყო ობიექტიური, არ ვიტყვი, უფრო სუბიექტიური. რატომ იცით? ახლა რა დასამალია, მე ვიცი, მაგრამ ვერ დავამტკიცებ ამას, მაგრამ ყველგან არის ეს და არა მითხრას არავინ რომ არ არის. ყველგან არის მექრამეები. მაშინ მithumetes იყო. ამიტომ იქ ამ ფული ვერ გაიყვეს, იცით რა შესაძლოა. ამ ცუდმა და ამ ასეთმა ხალხმა, რომელიც ამას აკეთებს. ამიტომ იფიქრეს, მოდი გავყოთ და მე უფრო თავისუფლად ვიქნებით. ერთმანეთს ეჭყირობენ, ალბათ იქ რაღაცა იყო ასე. ახლა მეც ვიყავი სუპრობლემ ინსტიტუტში მუშაობ, პროექტორი, ყველაფერი რაღაცა, მაგრამ ასეთი რამეები მე არ მინახავს, მაგრამ რაღაც ეს იყო რაღაცა იმ დროს განუკითხაობა. გაიყო ეს მე სასაცილო ის იყო. გაიყო ყველაფერი, საავადმყოფო, ფეხბურთის ისა გუნდი, კოლმეურნეობა, ნუ ეს მაგ ყველაფერი თქვენ აფხაზურად და ქართული ეს იყო. ამიტომ ამას რატომ უშვებდა ხელისუფლება? რატომ დროზე ამას არ მიეცა სათანადო რეაგირება, რატომ ადგილზე არ ნუ არ იყო ეს, ამიტომ ყველა თამაშობდა და ვითამაშეთ. იმდენი ვითამაშეთ, დაგერა ვართ ახლა ამდენ თამაშის შემდეგ. ამ ამბებიდან მომდევნო 20 წელი ლორიკ მარშანიამ ალბათ ისევე როგორც ტრაგედიის ბევრმა სხვა მონაწილემ იმაზე ფიქრშიც გაატარა თუ რა გააკეთა კონკრეტულად იმისათვის, რომ ეს საშინელება თავიდან აეცილებინა. ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დარეგულირებას ყოველთვის ცდილობდა. ხშირად საუბრობდა საკუთარ ხალხთან იმ დროზე, როცა მუჰაჯირობის სატკივარს პირველები ქართველი თერგდალეულები გამოეხმაურნენ. რომ ბერია ერთნაირად დამნაშავე იყო როგორც აფხაზი, ისე ქართველი ხალხის წინაშე. მისი არგუმენტების სია საკმაოდ დიდია. ასევე დიდია იმ საქმეთა ნუსხაც, რომელთა დახმარებითაც შეიძლებოდა ომის თავიდან აცილება. შეიძლებოდა, მაგრამ ვერ მოხერხდა. იქნება მგრძელ სიას რაღაც ყველაზე მნიშვნელოვანი აკლია. იქნებ ვერ მოახერხა დარჩენილიყო საჭირო დროს, საჭირო ადგილას. ბოლო საუბარი არძიმბასთან მას სამუდამოდ დაამახსოვრდა. მე ვთხარი, მე მომისმინე, შენ არასწორ დგას ხარ. შენ ნახავ რა მოხდება და დავიღუპებით. უბიხების ამბები დაგვიმართება. ისეთი იყო, იმ ბოლო შეხვედრაზე, ასე დადიოდა სიგარეტ. მე ვთხარი, კაცო, მე უკვე მეც გამოვედი და დაჯექი, მე ვთხარი, ნუ დადიხარ. თანამდებობა შენზე მეტი მქონდა, ყოველთვის მეთქი და შენ ახლა აკეთებ დიდ ტრაგედიას დაატრიალებ, მე ვთხარი და ეს მიწერია ყველაფერი, მოწმები ზღავ. ამას გეუბნებით, რომ მე რაც ჩემზე იყო და ჩემი თანამონაზრეობები, რაც ჩვენ იყო, მაგრამ ჩვენ ცოტანი ვიყავით. ჩვენ ქართველებმაც გვიღალატა. მარტო აფხაზების სეპარატისტებმა, ქართველებმა. ნელ-ნელა ახლოვდებოდა დაძაბულობის ის კონდიცია, როდესაც უკან უკვე ყველა ხიდი დაიწვებოდა. მაშინაც, როდესაც ლორიკ მარშანია არძიმბას ისტორიულ პასუხისმგებლობაზე ელაპარაკებოდა, რადიკალი აფხაზების სარდაფებში და სახლებში იარაღს ახარისხებდნენ. პრესაში სულ უფრო და უფრო მწვავდებოდა მოწოდებად ქცეული ტექსტები ქართველთა მხრიდან, აფხაზი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულის შესახებ. ის სახელები კი ვინც ცადა ქართულ-აფხაზური ურთიერთობა მესამე ძალის ჩარევისაგან ეხსნა, მოღალატეთა სიაში ხვდებოდა. დაიწყეს 300 ავტომატით. მეტი არაფერი. მაგრამ აფხაზები ამას იცით, ემზადებოდნენ დიდხანს. მანამდე 1-3 წელი მაინც, მაგრამ მე თბილისში ვიყავი და მე იქ რო ვიყავი და იქ რო დავიწყე, მე ამას მიმალავდნენ მაგალითად. მე არ მენდობედო და ჩემის თანებს. მაგრამ იქ რაღაცა იყო ეს. მაგრამ ეს სასაცილო ახლა თქვათ ორი რამე, იცით, რომ ერთმა აფხაზმა 3 ქართველი გამოყარა აფხაზეთიდან. ეს ხო სასაცილოა. ეს ყველაფერი რუსმა გააკეთა. ან და ახლა პირიქით არის კიდე, რომ ის გენოციდი მოუწყო, ანც იმას მოუწყო ჩვენთვის გენოციდი და ანც ქართველებს მოუწყო აფხაზი. ორივეს მოგვიწყო ჩვენ რუსმა გენოციდი. რა ხდებოდა, მე იქ ვიყავი, ჩემი თვალით ნახე ყველაფერი ეს.
აფხაზები დიდხანს ემზადებოდნენ, მაგრამ პირველი ტყვია მაინც ქართველებმა გაისროლეს. თბილისში დაწყებულმა სამოქალაქო ომმა საქართველოსაგან გამოყოფის იდეურ სისწორეზე აფხაზთა მეტნაკლებად ლოიალური ნაწილიც დააფიქრა. იმის ნახვამ, რაც რუსთაველის გამზირზე ხდებოდა, მაშინ ბევრ ქართველსაც აფიქრებინა, ნეტავ რომელიმე სხვა ერისშვილი ყოფილიყავიო. ინტენსიურად ვრცელდებოდა ტყუილ მართალი იმაზე, თუ როგორ უსწორდებიან მოწინააღმდეგეებს სამხედრო საბჭოს მიერ ხელდასმული რაზმები. რუსეთში საგანგებო სამსახურებში ბრწყინვალე კადრები მუშაობდნენ. ორსაუკუნოვანი გეგმა მეცნიერული სიზუსტით განვითარდა. ქართველები პროვოკაციას წამოეგდნენ. საქართველომ დაუშვა აფხაზეთში არაპროფესიონალი, იდეურად სრულიად მოუმზადებელი და მორალურად რბილად რომ თქვათ, დაბნეული ხალხისაგან შემდგარი ეგრეთ წოდებული სამხედრო ძალის შესვლა. ძალიან ცუდი როლი იყო თენგიზ კიტოვანის როლი. ძალიან ცუდი. ეს რო არ მომხდარიყო, ასეთლად ასე არ იქნებოდა ეს ყველა. მე გეუბნებით კიდე თქვენ, რომ მოსული იყვნენ, კიდე გეუბნებით, ეს არის ხომ დე იურე მაინც იყო, კაცო, აფხაზეთი იყო საქართველოს მიწაწყალი. 1000-ჯერ ყოფილა პური გიჭამია, ხომ შენ კიტოვანი რო ხარ და მყავს მეგობრები და შეიძლება ნათესავებიც. რომ მოდიხარ მტრულად და ეცემი ამ სახლებს და ძარცვავ, ხლავ, აწამებ, ეს ყველაფერი მე ვიცი. რა ეს არის? ეთქვათ, ერთი შეეკრიბა საზოგადო ეთქვათ, ბატონებო, ჩვენი ძმები ვართ, მოხდა ეს რაღაცა, აგერ ვართ. მომიტეხე პური, ჭადი, შენიჭე მომეფერე. გუდაუთის თავრობა გაიქცა. დატოვა ყველაფერი. ამათმა ასეთ რაღაცა რა უნდა მოსახლე რა სიტუაცია წარმოიდგინეთ თქვენ რა სიტუაცია იყო? ჯერ დაიწყეს ამათ ეგონათ რომ აფხაზები მარტო ბაზე მთავრდება გვარები. აიღეს ის ტელეფონის ისა და ბარო იყო ჯერ იქ შევიდნენ სახლებში. და მე ეს რო არ ეყოთ მიადგნენ სომხებს, ქართველებს, ყველას ვინც ცხოვრობდა. არის ასეთი ფაქტი. მარტო სოხუმიდან გაიტანეს 9 თეთრი როიალი. ხალხი კარგად ცხოვრობდა. და რამდენი კატარღები და რამდენი რამე ჰქონდათ. ილუსტრები, აუდიო, ვიდეო, რა ვიცი, რაც იყო იმ დროისთვის ხალხი კარგად ცხოვრობდა. მანდარინები, რა ვიცი, რა მანდარინების დროც იყო და მოკლედ ერთმანეთს ასტრებოდა ასე რაღაცა იყო. ეს პატარა საქმეა, ეს არ არის სახელმწიფო დამნაშავე. არაფერი იმისაგან განსხვავებული, რასაც ეს რაზმები დანარჩენ საქართველოში ჩადიოდნენ, აფხაზეთში არ ჩაუდენიათ. ისინი იბრძოდნენ, ზოგი პატრიოტიზმის კეთილი იდეისათვის, ზოგი ავტორიტეტისათვის, ზოგი უბრალოდ ფულისათვის. და ზოგიც მხოლოდ ასეთი ჯოჯოხეთის შემყურე ბრაზის დასაწყობად. ზუსტად ასეთივე ვითარება იყო ფრონტის მეორე მხარეს. იბრძოდნენ 17 წლის ბიჭები, რომლებიც იქვე სწავლობდნენ სროლას. იბრძოდნენ ციხიდან გამოქცეული ნარკომანები, იბრძოდნენ დაქირავებული ბოევიკები. როგორც გურამოდი შარიას პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში ზღვა, რომელიც შორია არის მოთხრობილი, ბევრი მხოლოდ იმიტომ მოხვდა ტყვეობაში, რომ სპეციფიური აქცენტით რუსულად მოლაპარაკე ჯარისკაცები სოხუმელ ქართველებად მიიღო. ისინი კი სოხუმელი აფხაზები აღმოჩნდნენ. მათ უმეტესობას ხომ ქართველებისაგან გარეგნობითაც დიდად ვერ განასხვავებდი. სადღაც მესამე თაობაში მაინც ეყოლებოდათ საერთო წინაპარი, ქართველი ბები ან აფხაზი დიდი ბაბუა. ახლა კი ისე იქცეოდნენ, თითქოს ყველაზე დიდი მტერი საკუთარი მიწაწყალი ყოფილიყო. წვავდნენ, ხოცავდნენ, ანადგურებდნენ. მათ ვისაც საღიაზრის შერჩა ძალიან ცოტა რამის შეცვლაღა შეეძლო. მაშინ შევქენით აფხაზეთის განაჩენის კომიტეტი იყო ყველა ყველა ის ეროვნების ვიყავით, ძირითადად ქალაქ სოხუმის ინტელიგენცია, სხვადასხვა მოღვაწეები და ვეხმარებოდით, რა თქმა უნდა, დამბობის დროს, წამლები, მე აქედან ქვილი მოდიოდა, ამას ურიგებდით, ავადმყოფებს ავადმყოფოში, მოკლედ ძალიან დიდი და ძალიან და სეპარატიზმმა ეს კიდე ისე მოკლედ იარლი დაგვაკერეს, რომ ჩვენ გვინდოდა ის ხელისუფლების ისა მოკლედ ხელისუფლების მოსვლა და რაღაცებს არაფერი იარაღი არ გონდა, არაფერი არ გონდა, უბრალოდ როგორც ადამიანები, როცა ჩამოდიოდა აქედან, იქიდან, რაღაციდან პური, იმის ქვილი, რაღაცა სხვადასხვა პროდუქტები, ამას ურიგებდით ხალხს, მიხონდა რაიონებში, მე ბევრი ჩამოვიდა, მე მახსოვს იმ დროს ქუთაისიდან ეს მაშინ პირველი მდივანი რო იყო ქუთაისის ჩვენი შაშიაშვილი
იმისი მეუფე კაცი ჩამოვიდა ერთად და ბევრი რაღაც საჭმელის მოგვიტანეს პროდუქტები. პატივისცემს კიდე სხვადასხვა რაიონი და სამეგრელოდან ჩამოდიოდნენ. ძალიან ბევრი ითქვა და დაიწერა იმაზე, რომ სამხედრო თვალსაზრისით მაშინდელი ქართული ჯარი სრულიად მოუმზადებელი იყო. სამაგიეროდ აფხაზების მხარეს უკვე სრულიად ღიად ჩაება საბრძოლო მოქმედებებში რუსული კარგად გაწვრთნილი სამხედრო ძალა. რუსები არც ქართულ მხარეს ტოვებდნენ უყურადღებოდ. ჯარით არა, მაგრამ იარაღითა და ნარკოტიკით უხვად ამარაგებდნენ. თუმცა ყველაზე დიდი როლი სოხუმის დაცემაში მაინც ქართულმა ურთიერთგაუტანლობამ ითამაშა. ერთადერთი რაც იმ დროს ქართველებსა და აფხაზებს აერთიანებდათ, ის იყო, რომ ორივესათვის ყველაზე დიდი მტერი ქართველი იყო. იყო ისეთი რაღაცა, იცით, ოდიში, მაგრამ რაღაც სულელური გამოვიდა აზრი, რომ თუ დაეცემა სოხუმი შევარდნაძე გადადგება. ნუ ეს ხო ამაზე უფრო სისულელი რა უნდა იყოს, რა შუაშია. აი ქობალიას ხალხი და ისინი იყო ეს ყველაფერი. და ამათ იცით ბევრი ამით დატოვა პოზიციები წამოვიდა. მერე ლოთი ქობალია მახსოვს მე კოდორში და იმაში რა ოჩამჩირეში არ წამოვიდა. ჟული შარტავა ტელეფონით რამდენი ლაპარაკა, რამდენი ხვეცა, რომელ პიროვნულზე ახლა ლაპარაკი, რომელ რაზეა, რომელ ვიზეა ლაპარაკი ახლა სამშობლოს უნდა უშველოთ, სამშობლოს ის რო წამოსულიყო, ესენი ადგილებზე რო იყვენ და რო არ გაქცეულიყონ, რაღაცა იქნებოდა, ასე არ გაბედავდა ეს რუსი. მაგრამ არ იყო ეს არაფერი. და რა ვინ იყო ეს კიტოვანი ვერ გავიგე საერთოდ. რაც წარმოადგენდა იოსელიანი ან კიტოვანი, ახლა ეს კაცი მკვდარია და უხერხულია მაგაზე ლაპარაკი, მაგრამ ძალიან ისეთი არაორგანიზებული რაღაცა იცით რა, ვერ გაიგებდი ვინ სად მიდიოდა. ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული მომენტი ქართველებისათვის და სხვა დანარჩენი დევნილებისათვის იმ კადრების ყურებაა, სადაც სეპარატისტი ბოევიკები გადამწვარი სოხუმის ფრონზე ცეკვავენ. მათ უმეტესობას არაფერი აკავშირებს ამ ქალაქთან. ბევრი არც არის აფხაზი. 1000 ჯურის, როგორც ადრე ეძახდნენ, საკავშირო მასშტაბით ძებნილი რეციდივისტი ორი მოძმე ხალხის უბედურებას ზეიმობს. ხალხისა, რომელსაც იმპერიალისტურმა მანქანამ გენოციდი მოუწყო. თუმცა მაინც ალბათ ყველაზე სწორი იქნებოდა ამ ტრაგედიაში ყველას საკუთარი თავი დაედანაშაულებინა. ის რომ მესამე ძალა უპირველეს და უპირობო ფაქტორად იქცა პირველმა და მეორემ დაუშვეს. და ამაში უკვე საკმაოდ დიდი ფასი გადაიხადეს. ახლა იქაური გათავდა არ ჩვენი ენა, არ ჩვენი ტრადიცია, არ ჩვენი აფხაზობა. ადლერში იყვნენ უბიხები ასეთი.אז რუსმა სოჩი, ეს ხო საქართველოში იყო თავის დროს. ესე გადაყლაპეს და ასე ჩვენც ვართ ახლა ტრაგედიამდე ჩვენ ვიყავით 99000 აფხაზეთში. 93. ხო. ახლა ვარ რაღაცა 40-53. და ისინიც ვინ არიან? ამ 15 წელიწადს ჩამოვიდნენ აფხაზებად ჩაეწერენ. იმიტომ ისეთი გვარები აფხაზური მესმის, რომელიც არასდროს არ მესმოდა. ეს არის უკვე მოსული. მე არის სხვადასხვა ჯულის ადამიანის შემოსული. 70% უკვე ადგილობრივი ძირძველი ცხოვრები არ არის. ყველა არის რაღაციდან ჩამოსული, ჩამოვარდნილი და რასაც უნდა იმას აკეთებს. ხელისუფლებასაც უჭერს იქ რომ დაამყაროს რაღაც წესრიგი და დისციპლინა, იმიტომ რომ სხვადასხვანაირი განსაკუთრებით რუსები. ახლა ყველა სფეროში არიან ესენი შესული ხელისუფლებაშიც, სახლებში რა თქმა უნდა შესული არიან. და უკვე ვარ ჩვენ ვიყავით ისედაც რუსაფილები, აფხაზები, იმიტომ რომ ენა ჩვენი მეოთხე კლასის იქით ვერ აიწია. და ახლა თლად გავრუსტით და ვიღუპებით, ერი იღუპება და ამაზე პასუხი არ უნდა აგოს ჯერ საქართველო, მერე რუსეთმა და მერე საერთაშორისო საზოგადოება. არავისთვის არ არის საჭირო იმის ახსნა თუ როგორ განვითარდა მოვლენების შემდგომ. ყველაზე მეტად ამ ამბავმა მოსახლეობის ის ნაწილი დააზარალა, ვისთვისაც აფხაზეთი და დანარჩენი საქართველო ერთიანად მშობლიური მხარეა. აფხაზეთის მოსახლეობის 40% შერეული ოჯახებიდან შედგებოდა. ადამიანებმა სამშობლოსთან ერთად ერთმანეთთან მისასვლელი გზაც დაკარგეს. ლორიკ მარშანიასათვის ომის შემდეგ საკუთარ ქალაქში ადგილი აღარ მოიძებნა. მან მოღვაწეობა აფხაზეთის დევნილი მთავრობის შემადგენლობაში გააგრძელა. ქართული მოქალაქეობრივი და აფხაზური ეროვნული იდეის მატარებელი კაცისათვის ორმაგად რთულია იმისათვის თვალყურის დევნება, რაც მის სამშობლოში ხდება.
ძნელია გაუძლო იმის ყურებას თუ როგორ ავიწყდებათ ქართველებსა და აფხაზებს ერთმანეთი. ძმათა შთამომავლების უკვე მერამდენი თაობა იზრდება სრულიად მოწყვეტილი საკუთარ სისხლსა და ხორცს, საკუთარ მიწას და რაც მთავარია, ჭეშმარიტებას. კითხვა, ვინ არიან ერთმანეთისათვის აფხაზები და ქართველები, ახალგაზრდობისათვის რიტორიკადაც კი აღარ ისმის. მათ პასუხი ლოზუნგებში გამოუკრეს და ანაბანასთან ერთად შეასწავლეს. აფხაზები და ქართველები ერთმანეთის მტრები არიან. მე რო ჩემზე ვამბობ, მაპატიეთ, მაგრამ ეს ფაქტია ისტორიული. ახლა მე რო ყოფილიყავი, შეიძლება მე დღეს აქ ცოცხალი არ ყოფილა, მაგრამ მე ამ ტრაგედიას არ დავუშვებდი, ეს 1000%-იანი. რატომ არ დავუშვი? იმიტომ რომ ჩემი წინაპრებიდან მოდის, რომ ჩვენ ქართველები, აფხაზები ვართ ერთი. მართალია არის 1000-ნაირი, რომ ჩვენ იგივე ქართველები, ის აფხაზები იგივე ქართველებია. ამაში ბევრში მე არ ვეთანხმები და მიწერია ეს ყველაფერი და ახლა კიდე გამოვაცი. ჩვენ აფხაზები ვართ, ერი ვართ, ჩვენ სამშობლო არ გავაჩნია არსად აფხაზეთის გარდა. ამიტომ ჩვენ არა ვართ ის როგორა მაგი ქართულად ისა მე малочисленная нация, они ხო, ამიტომ ეს ამაზე თქვილად, ნუ ვისაც უნდა, სადაც უნდა იქ დიალოგს ჩვენ ვართ ეს ხალხი და თუ ჩვენ ცუდები ვართ, ეს სხვა საქმეა და ყველა ხო არ არის ცუდი და თუ კარგები ვართ, ვიცხოვროთ ერთად. როგორ უნდა იცხოვროს ერთად მკვლელისა და მოკლულის დედამ? როგორ უნდა გათენდეს 27 სექტემბერის სოხუმში, სადაც ერთი გლოვობს და მეორე ზეიმობს ამ თარიღს? მომავალმა თაობებმა ამ დახურული ციხის გასაღები ალბათ ისევ წარსულში უნდა ეძებოს. არსებობს ასეთი ძველი აფხაზური ლეგენდა. ორი მეზობელი ტომი ერთმანეთს ისე წაეკიდა, რომ მათი შერიგება უბრალოდ დაზავებით უკვე შეუძლებელი გახდა. მეტისმეტად ბევრი სული ითხოვდა შურისძიებას. ორივე ტომი გაწყვეტის პირას მივიდა. მაშინ ერთ დიდველზე ერთმანეთს შეახვედრეს დედები ახალშობილებით. თვალახვეულმა დედებმა ჩვილები გაცვალეს და უკან მოუხედავად დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში. ორ ტომს შორის სამუდამო მშვიდობა ჩამოვარდა. მტრებმა ერთმანეთს ანდეს ყველაზე ძვირფასი, რაც გააჩნდათ, მომავალი.